როცა ყველას დიდი სიყვარული. ადამიანი ისეთი არსებაა, რომელშიც ჩადებულია ხატება ღვთისა. მაგრამ ხატება ისე არის ჩადებული, რომ ეს ლატენტურ ჩანასახვამ მდგომარეობაში იყოს, რა თქმა უნდა არა. ეს არის ჩადებული იმისათვის, რომ განვითარდეს ხატება და მსგავსებას მიაღწიოს ღვთისა. ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც მიკროკოსმოსაც უწოდებენ, რომელსაც მიკროსამყაროსაც უწოდებენ. იგი არის ადამიანი არსება, რომელსაც უდიდესი სიღრმეები აქვს, უდიდესი სიმაღლეები. მისი არსების სიღრმეში, მისი სული სამშვენისა სხეულისას უნდა მთელ ადამიანურ არსებაში უდიდესი, სიღრმისეულესი მოთხოვნილებები არსებობს. არსებობს ეს მოთხოვნილებები, ყველა ადამიანს აქვს თავის განვითარების დონეზე, მაგრამ ყველას აქვს. ძიება ღვთისა, ძიება ჭეშმარიტებისა, ძიება და ცხოვრების საზრისისა, ხო რა თქმა უნდა, რომ თავისი აზრი ცხოვრების გაიგოს. ყველას აქვს ეს, რაც არ უნდა დაბალი დონის განვითარების, მაღალი დონის განვითარების, განათლებული თუ განათლებული არ აქვს, ადამიანში ჩადებული ეს. აქვს მოცემული, რომ ეს ეძებოს უღრმესი საკითხების გამოკვლევა, რაღაცა რაც აწუხებს იმის გადაჭრა. როგორ ვლინდება ეს მის ცხოვრებაში ამის ძიება, ეს კიდევ სხვადასხვა უთვალავი შემთხვევები არის ამის. მაგრამ ისეთი არსებაა, ვიმეორებ, რომ არ შეუძლია ადამიანს ვერ მოისვენებს, რომ ისე იყოს, რომ თავისი ცხოვრების საზრისი არ გაიგოს. თავისი ცხოვრების ჯვარკეთილობა გაიგოს რა არის, რისთვის არის მოწოდებული იგი. ისეთი არსებაა, რომ მას სჭირდება დაკმაყოფილება, იმ საოცარი ღრმა, ვერანაირი ხორციელი სიამოვნები, ვერანაირი სიმდიდრე, ფული, ძალაუფლება თუ ასე შემდეგ, რაც არ უნდა სტანდარტები ავიღოთ გარეგანი უქმების, ვერაფერი ამას ვერ უკმაყოფილებს, ვერ მოუწესრიგებს და ვერ ამდიდრებს სულიერად, მაინც შინაგანი შიმშილია. და მასში ჩადებულია ეს, რომ ეძებოს ის შინაგანი სიღრმისეულის საკითხების პასუხის გაცემა. ამიტომ კარგია, რომ კითხვები ექნება ადამიანის, კითხვები რო აქვს, ეს ნიშნავს, რომ პასუხიც იქნება. კითხვა თუ არა გაქვს, მაშინ პასუხიც არ იქნება. და ის კითხვაც უნდა სწორად დასმული იყოს და მართლად დასმული იყოს. ესეთი საოცარი არსება ადამიანი, რომელსაც ჭირდება პასუხების გაცემა ფუნდამენტალურ კითხვებს. ვინ მისცემს მას ვფიქრობ, ვინ შეიძლება ადამიანმა გასცეს რომელიმე ნუგეში მისცეს, ნაწილობრივ შეიძლება. ვინმე გენიოსმა, რომელიმე ძველმა გენიალურმა ნაწარმოებებმა, რომელიმე ეროვნულმა გმირმა, რომელიმე საოცარ გონება გახსნილმა ადამიანებმა, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ნაწილობრივ. ანგელოზმა ისიც ნაწილობრივ. სრული და ფუნდამენტალური დამაკმაყოფილებელი ნუგეში და პასუხი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს მოგებაში შეგვიძლია მოიძიოთ. ამას არ ვუყურებ, იმიტომ რომ უნდა ვთქვა და რაღაცა ფორმალური ვალდებულება მოვიხადდეს, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ, რომ ეს ესეა. ვერსად ვერ ყოფს ადამიანის სულიერ სიმშვიდეს და სიღრმისეული პასუხებს სიღრმისეულს და სულიერ გამთლიანებას, დაკმაყოფილებას და დამშვიდებას, როგორც ქრისტეში და მის სწავლებაში, რომელიც არის ღვთივ გამოცხადებული სწავლება, იცით ეს. ამიტომ მხოლოდ ნუგეშილის მცემელ სულს, მამაზეს და სულიწმინდას, რომელიც სულიწმინდას ნუგეშილის მცემელი ასპექტი გააჩნია, ნუგეშილის მცემელ სულს, თლიანად უფალს, რომელიც სამგვამოვანი ერთასიღმერთია, შეუძლია ჭეშმარიტი ნუგეში, ჭეშმარიტი გზის გახსნა, ჭეშმარიტი გამთლიანება, სულიერი დანაყრება, სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება, გამთლიანება, ადამიანური მასში არსების ადამიანური იდენტიფიკაციის მიცემა, ადამიანისთვის, ადამიანად ზუსტად იმისთვის, ვისაც მოწოდებულია, მისთვის მინიჭება, მხოლოდ ქრისტე ღმერთს მოსულს მიწაზე კაცად შეუძლია და მის სწავლებას შეუძლია, რომ მისცეს ადამიანს ის, რასაც იგი ვერცად სხვაგან ვერ მიიღებს და რაც არ უნდა სხვა ადგილებში, სხვა სწავლებებში კბილი მოსდოს რაღაცას, რომ ვიტყოთ რა ესე გასტრონომიული მაგალითი რომ ავიღოთ და გემო გაუსინჯოს, მაინც შეერი და მსხურვალი რჩება და ერთი ჩალაგამოვლებული რჩება. დანაკრებას, წყურვილის დაკმაყოფილებას მხოლოდ ქრისტესთან იღებს და მის სწავლებაში. არსებობს უამრავი გზა, რომ დიდახეში არის
ორი გზა ძირითადად გამოყოფილი მაინც სიცოცხლის გზა და სიკვდილის გზა. გზა ცხოვრებისა და გზა დაღუპვისა, რომელიც დეტალურად არის პარამეტრები ამ გზების დიდაქეში, მოციქულთა გარდამოცემაში ქრისტეს მიერ მარკის მიცემული სწავლების კონსპექტში ფაქტიურად სახარებისა მოცემული. დაღუპვის გზა ეს არის გზა მდიდართა მოულოდნელობათა, რადგან უკვე მიიღო მათ ნუგეში აქ მიწაზე. ვაი თქვენ და მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენ ნუგეში. იგულისხმებიან მდიდრები, რომლებიც ბოროტად იყენებენ სიმდიდრეს, რომელთათვისაც კერპად ქცეულა სიმდიდრე და უფლისად მსახურებისათვის წინაღობად და ვერ მიდის უფალთან სიმდიდრის გამო. ვაი თქვენ ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშელეთ, ვინც სიამტკბილობს იმგვარი სიკეთეებით, რაც ხელს უშლის იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარს და სიამტკბილობს იმით, რაც ღმერთთან აშორებს და ვერ მიდის ღმერთთან, ესეთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ცხოვრების აზრის დაკმაყოფილებას ვერ პოვებს, ვერც სიმდიდრეში და ვერც ჰედონისტური ცხოვრების სიამტკბილურ და წარმართულ წესში. ვაი თქვენ ამჟამად მოცინარნო და დროის მატარებელნო და უდარდელად ცხოვრებნო, მიუმატოთ შეიძლება, ქარაფშუტებო, უდარდელნო, ზრუნვას მოკლებულნო, სულის გადარჩენისათვის, ვინაიდან ატირდებით და ათვითილდებით, როცა გვიან იქნება მერეო, ვინც წარსდგება იქ და უკვე გვიან იქნება, რომ ვერც პასუხი გაეცა, არც კითხვა დაუსვია, არც უძებნია და დაავისდა, ვინც ეძებს ის პოულობს, ვერანაირად ვერ მიიღო პასუხი, იმიტომ რომ არ უფიქრია, ბოდიშ და თავი არ მოუხალია, აი იმის გამო, რომ რისთვის არის მხოლოდ გამრავლებისა, ამა ქვეყნის კუთვნების მოწყობისა, ძილისა და კვებისათვის არის მოსული ამ ქვეყნად. ვინაიდან ატირდებით და ათვითილდებით და მერე გვიან იქნებაო. იდაბე გვახსნებს უფალი. ვაი თქვენ, როცა კარგ სიტყვის თქვენზე ყოველი კაცი, ეს ილუზია, რომ ყველას უყვარვარ, ყველას მოვწონვარ, ყველასთვის სათნო ვიქრო ვარ და ყველას, ეს არის უტოპია, პირდაპირ უტოპია. როგორც კი ეს ილუზია წარმოეშვება ადამიანს მომენტალურად საპირისპიროში დაარწმუნება, საპირისპიროში მომენტალურად დაარწმუნება. თვითგანდიდება ძალიან მოკლე ინტერვალზე თვითგანადგურებით თავდება. როცა ცოდვებში განხმული სამყარო და მანკიერი და შეცდომილი ადამიანები შეგაქებენ მათი გულის მოსაგებად, მათივე ცდომილებისა და მანკიერი ვნებებისადმი თქვენი პირმოქმედებისათვის, აი მაშინ არის საცუდავი ადამიანი. როცა ადამიანი საკუთარი თავის კულტს, საკუთარი თავის კერპს, თვითგანდიდებას წარმოშობს და ქმნის, ესეთები მოკლე ინტერვალზე მუშაობს და მცირე ინტერვალზე ამთავრებენ ძალიან ცუდად, იმიტომ რომ ერთადერთი თაყვანისე მეეკუთვნის უფალს, მამას, ძეს და სულიწმინდას. ყველა ფორმის კერპთაყვანისმლობა, კერპმსახურება, როგორ დამთავრდა 70 წლის განმავლობაში, რაც გავიარეთ და იმის წინაც კიდევ იყო ამის შემთხვევები და იმის შემდეგაც ვნახეთ. ამიტომ ვინაიდან ესე იქცეოდნენ სულ წინასწარმეტყველთაც მათი მამები. გამრავდებიან ბოლოს ჯამსო, სულ წინასწარმეტყველნიო, ცხრის ტყავში გახოვლი მგლებიო. და საკმარისია თითი გაუწოდო, რომ ხელიანა მოგაჭამს. გამრავდებიან მასურნი, რომელიც ქრისტეს სახელით მოვლენ, მაგრამ თუ გეტყვიან, აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე, ეს არის ქრისტე, ის არის ქრისტე, არ დაიჯერო. ქრისტე მოვა, როგორც წერია სახარებაში. გრუბლებით, ანუ ისე მოვა, როგორც მანიცის და არა ისე, როგორც არასწორი სწავლების წარმომადგენლებს გენიან. თქვენ ხართ მარილი სოფლისა, აი თქვენ მოსული აქ ქრისტიანები. ანუ როგორც მარილი ინახავს ყოფისაგან ნივთიერებებს, რომლებსაც იყენებენ საკვებად, ასევე ქრისტეს მოწაფეებმა უნდა დაიცვან კაცობრიობა ცოდვით ყოფისა და ხტილებისა. ეს მარტო სასულიერო პირებს არ ეხება, ეს არის მონარქულ ქრისტიანებს ეხება.
როგორც მარილი აგემრიელებს საკვებს ქრისტეს მოწაფეებმაც და თქვენს მორწმუნეებმა ასევე უნდა დაატყბონ ადამიანთა ცხოვრება და გაუმწარონ ეს ცხოვრება და ბოღმით, შურითა და ბოროტის რახვებით თავბედი აწკევლინოთ და თავიანთი ლოცვებით ყველა გიყვარდეთო ნათქვამია, ხომ ლოცვებით გარდამოავლინო ადამიანებზე მადლი უფლისა, მარილი, სიბრძნის სიმბოლო, ხომ? ქრისტეს სიმბოლო მარილი. ეს დიდი თემებია ხალხში პრობლემა. თავისი სწავლებით და კატეგორიებით უფლის მოწაფეებმა უნდა და თქვენს ბრევმა განაბრძნონ ყველა ადამიანი და სიკეთე და ღვთაებრივი სიბრძნე უნდა იცოდეთ და თქვენს გასცეთ ეს უხვად. Und ვინც გთხოვთ, ვინც აღთხოვს ძალით ჩაჭრა არ უნდა, არავის უგზე მოგიდება და ეჭი ჩაჭრა არ აქვს, სწორედ მოგიბრუნდება და დაგახურებს. თუ ითხოვდა და მოგეცეთ თქვენ, არ ითხოვდა და მაინც მოგაჩეჩო თუ არ არის ნათქვამი, ხო? თქვენ ხართ ნათელით ამ ქვეყნისა ამოვლებს. დაი ხატებას რო ვიზარდეთ, რამდენი რამე ვარ ჩვენ ქრისტიანები. ამ ხელა პატივი მოგწონთ მერტყვა. დაი ასე ნათობდეს და თქვენი სახეებიც ანათებს თავისებურად სულიერი მზერა ვისაც აქვს შეგრძნება და აქვს და უნდა გქონდეს ქრისტიანს. ყოველთვის ვეზიარებით თქვენი შეგრძნებები სულიერი გახდეს, მაღალი დონის გახდეს, შეგრძნებები, გრძნობაცოდნა, მიღმიური შეგრძნება და ასე შემდეგ. მარტო ლამაზი ჰაბიტუსი და ექსტერიერი არის საკმარისი. შინაგანი სინათლე იჭრიტება ხარაჩოების მიღმა, ეს არის თავად. ამიტომ და როცა დაგინახავთ ადამიანები თქვენ კეთილ საქმეებს, დაინახავთ თქვენ კეთილ განწყობას, თქვენ კეთილ სიტყვას, აზრს, საქმეს, კულტურას, ერთმანეთსადმი კეთილ დამოკიდებულებას, მოვლას, ბუნებისა, ცხოველებისა, ფრინველებისა, თანაგანცას, თანატანჯვას, შეცოდებას, მერე სხვა რო დაინახავს, შენ იქნები ვექტორი, აი, შენ მიმართავ მერე შემოქმნილს გქმნული ვისი მოწაფეა, ქრისტეს მოწაფეა. თქვენ რო დაგინახავთ, მერე ადიდებს მამასა თქვენსა ზეცათასა, ხო? ქმნული მიუქთითებს ვიზზე შემოქმნილს. მოწაფე ვიზზე მიუქთითებს, მასწავლებელი, მოწაფე რო ესეთი კარგიაო, მასწავლებელი ვინ იქნებაო? მოძღვარი და ზეციური მამა, უფალი. ნუ გონია თითქოს მოვედი ჯულის გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად, რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ სანამ არ გადავა ცა და დედამიწა ერთი იოტის ან ერთი წერტილიც არ გადავარ ჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება. თუ კი თქვენი სიმართლე არ აღამატება წიგნობათა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეყვავთ სათასასუფეველში. ან ჩვენი სიმართლე უნდა მეტი იყოს, ვიდრე მხოლოდ გარეგანი ექსტერიერი ვახსენებ, ფორმალური, პროტოკოლური სულიერობა, მიმდევრობა, მხოლოდ მიმდევრობითი მექანიკური სულიერობა, რომელიც გასაღები თვითონაც კარგახანია დაკარგა და სხვასაც არ აძლევს და თვითონაც არ აქვს. ვერ თვითონ შედის, ვერც არ სხვას უშვებს ესეთი ადამიანი სასუფეველში და გაჩხერილია შუაში. გზის შუაშია გაწოლილი. ვერც სხვა შედის, არ თვითონ შედის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი. ჩვენ უნდა ფარისეულსა და მხოლოდ სპეკულატიური აზროვნების ცოტა მაღლა, უფრო ტრანსცენდენტული უნდა იყოს ჩვენი აზროვნება, უფრო ზებუნებრივი უნდა იყოს. ჩვენი სულიერი შემეცნება უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანმა ხილული სიქით უხილავი დაინახოს და გარეგან ფორმაში სახურებისა თავარი შინაგანი გასაღები დაინახოს, თორემ რაც არ უნდა ხანგრძლივად ასრულო ლოცვები და მილიონი მეტანიას რო შეახსრულოს, თუ შენი შინაგანი არსი ღვთისაგან მოწყვეტილი და გაუცხოვებულია და ღმერთი ყველგან აქვს, მაგრამ შენ არ ხარ ღმერთში, ვერ შეხვდ სათასასუფლო. სათასასუფლებელი აქვეა. ქრისტე არც ჩვენ შორის ვამბობთ, ქრისტეა ჩვენს და ვამბობთ არც დაიყოს. რატო ამბობთ ამას? იმიტომ რომ აქვეა ეს სასუფლებელი, წყამთასიგის კი არ არის. აქვეა, ეხლავე, დღესვე ამ წუთშია. ახლა ვარი, თქვენში არის. უკვე ხართ აქ. იმიტომ რომ აქვე არის ეს უბრალოდ გაღება უნდა ამას. და ეს ხდება მეხსეულად. როცა არელი მაშინ, ოღონდ მცდელობების დიდი ჯაჭვის შემდეგ. ძალიან დიდი მცდელობები უნდა ამას, მაგრამ და უეცრად როცა არელი ეს ფარდა ილუზიისა გადაიწევა.
და ყველაფერს დაინახავ ისე, როგორც იყო, როგორც არის, როგორც იქნება, მაგრამ ყველაფერს ხედავ ისე, როგორც ადრე ხედავდი, ოღონდ რაღაც სხვანაირია ყველაფერი. ისეთი არა, როგორც მანამდე იყო. თუმცა კი თითქოს გარეგნულად იგივე რჩება. მაგრამ შინაგანად შენი რაყოსი სულ სხვა რაღაცას ხედავს იგივეში, რასაც შეიძლება მეორე ადამიანი ხედავდეს აბსოლუტურად სხვანაირად. რაც ურწმუნოსთვის დაფარულია და დაკეტილია, მორწმუნისთვის გახსნილი და ცხადია. უბრალოდ ადვილად ყოველგვარი ზედმეტი ძალის ხმევის გარეშე. არ უნდა ამას რაღაცა მექანიკური ცდელობებით, რაღაც ექსტრემალური სულიერობა. უბრალოდ თავისთავად იქნება ისე, როგორც უფალს ნებავს. ხსმენია წინაპართან მიმართული, არა კაცქლა, ხო? ხოლო ვინც მოკლავს, სამართალში უნდა მიეცესოს. მე კი გეუბნებით თქვენო, ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს. ხოლო ვინც ეტყვის ძმას რაკა, სინედრიოს უნდა წარუდგეს. და ვინც ეტყვის თავის ძმას შლეგო, ცეცხლის გეენიაში ჩავარდეს. ხოლო თუ მიგავს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხეველის წინ, დადევი, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, ნუ იქნები ფარისევრი. და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესაწირავი შეწირე და აი ის შეიწირება. როცა აგრესიული ხარ, როცა ბოღმა გაქვს, შური გაქვს, ლოცვის წინ თუ ლოცვის განმავლობაში სად რა იყიდო, იმაზე ფიქრობ და სადმის როგორ რაღაცით გადაუხადო სამაგიერო, ან როგორღაც გულში ზრახვები გვაქვს, მავნეჩვევები და ასე შემდეგ დაბუდებული, რომლებიც უხვად გვაქვს და თუ ესენი გიტრიალებს და ხარ სავსე ათასნაირი ნეგატივით და საზიზღრობით არ შეიწირებ, ვის მოატყუებ ნეტა, ვის მოატყუებ, ზევიდან ჩანხარ, როგორც პატარა კენჭი გამჭვირვალე ნაკადულში. ამას სოფლის ნაკადულში ჩანხარ, ვერავის ორაფერს ვერ მოატყუებ. ერთის შეიძლება ცოტა ხანი თავი მოიტყვა, ისი ძალიან ცოტა ხანი, მე მიხვდები რომ სისულელე. ცოტა ხანი რაც გინდა თავი წარმოიდგინე. მაგრამ რეალურად ხო ჩანს ეს ყველაფერი, ამიტომ ვის რაში ჭირდება ჩვენი შესაწირავი, ჩვენი უზარმაზარი აშენებული რაღაცები, ჩვენი აშენებული და ჩვენი გაკეთებული, თუ შენი გული უცხოა ღვთისაგან არ შეიწირება ეს, მაშინ თქვენ ხსმენია წინაპართან მიმართული, არა იმრუშო, ხოლო მე გეუბნები თქვენ, ყველა ვინც მდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში და ეს სხვა ცოდვებსაც ეხება. არ არის მაინდამაინც აზრით შეიძლება მოკლა ადამიანი, აზრით ავნო, აზრით გასკვნა. ყველა ჯადოქრობა, ემოლტირება და შემდეგ ეს დიდი თემები აღარ შევყვები. აზრის ფსიქიური ენერგეტიკის მოქმედებაზეა და საყრდენს ნეგატიურ ბოროტ ფუნქციაში პოულობს, საყრდენ წერტილს, რომელიც სხვადასხვა რიტუალებით შემდეგ დროებით ხორჩესხმას პოულობს და შემდეგ საკუთარი ფსიქიური ენერგიად, ლარვული ქმედებებით ადამიანი ისეთ ჯადოქრობას აკეთებს, რომ ადამიანს სპობს და თუ მორწმუნეა ვერ სპობს, მაგრამ თუ არ არის მორწმუნე ვნებს და თუ მორწმუნეა დაუბრუნდა ვაი იმას, ვინც ეს გააკეთა მაშინ. საშინო დღეს შეაგდებს. თუმცა კი ამის დაცვის საშუალებებიც აქვს ხოლმე, მაგრამ ეს სხვა თემებია. შემდეგ ამას სხვა შეგვიძლია. ამიტომ თუ კი ჩვენშია საზიზღრობა შინაგანი, თავს თუ მოიტყუე, უკვე ჩაიდინებ, შანსი არ ქონდა, თორე ჩაიდინებ. ჩაიდებდი ძალიან კარგადაც. ეს უნდა შენ თავსთან სიმართლე უნდა თქვა და შენს თავს არ უნდა შენი თავი არ უნდა დაუმალო, საკუთარი თავის სასაფლაოდ არ უნდა იქცე. უნდა ადგე და თქვა, ცოდვას ცოდვა უწოდო, შეცდომას შეცდომა უწოდო და დამარცხებას დამარცხება უწოდო. ისე გზა არ გაიხსნება. კვლავაც ხსმენია წინაპართან მიმართული, ნუ დაიფიცავ ტყუილად, არამედ შეასრულე უფალს შეუსრულე შენი ფიცი, არ უნდა ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, არავის არ ჭირდება ეს. ხოლო მე გეუბნები თქვენ, სულაც ნუ დაიფიცავ, ნურც სას, ნურც დედამიწას, ნურც იერუსალიმს, ნურც შენს თავს დაიფიცავ, ვინაიდან არ შეგიძლია არც ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება, არამედ თქვენი სიტყვა იყოს ხო და არა, ვინაიდან რაც ამაზე მეტია, ბოროტის მიერია. სიტყვას ძალა აქვს დიდი. აქ საგულისხმოა, რომ იუდეველები ერიდებოდნენ უფლის სახელის დაფიცებას, მაგრამ იფიცებდნენ ცას, მიწას და სხვა საგნებს, ხოლო ამ დაფიცის ასრულებას არ ქმნიდნენ აუცილებლად. ცას რო იფიცებ, მის შექმნა ეს ცა და მიწა. შემოქმედს იფიცებ. თქვენ ხსმენიათ, რომ თქმულა თვალი თვალისაც წივ და კბილი კბილისაც წივ. ხოლო მე გეუბნები თქვენ,
ნუ აღუდგებით წინ ბოროტს, არამედ ვინც შემოკრას მარჯვენა ყრიმალში, მეორეც მიუშვირე მას და თუ ვინმე სულს გიჩივლოს და წაგართვა შენი პერანგი, მიეცი მას მოსასხამით. ანდა თუ ვინმე გაიძულებს 1 მილის მანძილზე გამომყევიო, 2-ზე გაყევი მას. თხოვნაც მიეცი და სესხების მსურველს ზურგს ნუ მიშიაქცე. თქვენ გსმენიათ რომ თქმა გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ლევიტელთა წიგნში და გამოსვლაში. ხოლო მე გეუბნები თქვენ ქრისტიანებს. გიყვარდეთ მტერნი თქვენი, დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსაც დევნელთა და შეურაცხყოფელთათვის და დიდი იქნება თქვენი საზღაური და იქნებით უზენაესის ძენი. რადგან ის კეთილმოწყალიო თვით უმადურთა და უკეთილთა მიმართ. იყავით გულმოწყალე, ისევე როგორც გულმოწყალეა მამაი თქვენი და დავამატებთ. იყავით სულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათ აისრულას და გლოცავთ მერთო დაუცვით და გადაგზავნოთ ამაში წარმატებას გისურვებთ. ამინ.